მეგობრებო, ეს რა ყვავილებია. ეწამდედა. ეს რა ყვავილებია ვერ გავიგე. იქნებ ვინმე მითხრათ. ეს არის ხე. არა, არ ჩანს ეგ. ო, კაი. ძალიან ლამაზებია მეგობრებო, არ ვიცი, ხე არის ესეთი და რა. გაყოლებაზე სხვათა შორის წერტილზე ბევრია ესეთი. დამებით მეგობრებო, ზე მანათებს მაინდა-მაინც ახლა ამოვიდა მზე, მაგრამ ისეთი ქარი იყო, ისეთი ქარი, რომ იქ ვერ მოვაბი თავი რომ გადამეღო და ალბათ ახლაც ხმა შეიძლება არ ისმოდეს კარგად. მოკლედ ახლა დედას ველოდები, მაღაზიაში შევიდა. ცოტა ხანი ჩემთან მივალთ, დავისვენებთ და მერე სახლში წავალ. ხოლ კიდე დილის ვარსას საწახვედი. მოკლედ ესეთი ამბები გვაქვს. ქარი რო არ ყოფილიყო, ნორმალური ამინდია დღეს და რა ვიცი, ღვთისმწყალობით არ იცვლა. სამაგიეროდ ისეთი ქარი უბრალოდ აი გადაგაგდებდა ზრდასრულ ადამიანს. კარგით აბა სახლში ვიყავ. მოგესალმებით. ეხლა მე სამსახურში მეორე ცვლა ვარ. გუშინ არ ვიყავი სამსახურში, დილის ცვლა ვიყავი. გუშინ წინ ვიყავით მამაჩემს სასაფლაოზე, უხად გვერდში და მოკლედ ასე არ ვიყავი სამსახურში, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემი აზრით ალბათ შემცირდა ეთყობა. არ ვიცი, ძალიან მტკიოდა მუცელი, მოკლედ თავბრუსხვევები მქონდა. შეიძლება გამცირდი კიდევაც, იმიტომ რომ ეხლაც მთლად ისე კარგად არ გვიზნებ თავს, მაგრამ გზა არ არის. და ვიღარო სამსახურში და მოკლედ ესეთი ამბები. ხო, ესეთი მზიანი ამინდი გვაქვს, მაგრამ მაინც არ ვენდობი ჯერჯერობით. მაისამდე არც ერთ ამინდს არ ვენდობი. ახლა თვალებით ვეძებ რა ქვია ჩასარიცხ აპარატს. შეიძლება ვხედავ ვერსად. გადავალ ახლა გადასასვლელზე. მედია. დამოჩვეხე. ვიძრო ქუჩებით მივდივარ, რომ მალე ვიყოს სამსახურში. რაღაცნაირად რა ვიცი, ჩემი თავისთვის ვერ ვიცვლი, რომ თუნდაც დაზღვევა რაც მეკუთვნის წავიდე ექიმთან. მოკლედ ერთი დღე უნდა მოვიცვალო, იმიტომ რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს გაციებული ვარ, მაგრამ გამოკვეთილი ესეთი სიმპტომები არ მაქვს. მაგრამ გრძნობ თავს ისე სასწაულნება სიცხე გაიზომევა. სიცხე თითქოს არ მაქვს, მაგრამ შეგრძნებებით ეგაციებული ის მაქვს. სიმპტომები, ანუ გრძნობებით, თორე
ხო, გუშინ კიდე მახველებთ. ნახავ, მოკლედ გავარკვევ რა ხდება და რა ამბებია. მეგობრებო, მოგესალმებით. დაბალხმაზე დავეჩვიე სახში ლაპარაკს, იმიტომ რომ მიკროფონი მიკეთია ხოლმე. ცოტა ხნის უკან გავიგვიძე ხმაზეც მეტყობა, ზოგადად გაციებული ცხოვა რაღაცა ჩუმი გაციება მაქვს და ამიტომ ესეთი ხმა მაქვს. ხო თქვი, ცოტა მახველებ და მეთქი და ამიტომ ალა გავიკეთე. თავი დავიბანე. ხო და პანჯერას შემოვახე. უფრო გავიციო თავი. ესე იგი, პანჯრის გაღება და პატარა ბუზების შემოფენა ერთია. არ ვიცი რა, აი ვერ გეტყვით ახლა რომ ვიყურები ეზოში თითქოს არაფერი ისეთი არ არის და ანუ არ არის რა ესეთი ზოგადად ბინძური ეზო, მაგრამ ეს ბუზები საიდან მოდის ვერ გავიგე. ხო, მოკლედ დღეს არის 17 რიცხვი, ვიდეოს ვიღებ პორცია უკვე რამდენი ხანია, ორშაბათიდან. დღეს არის რა დღეა? ხავე გეტყვით. დღეები არეული მაქვს, იმიტომ რომ დაპროგრამებული ვარ. მოკლედ, აი მაღაზიაზე დავაპარაკე. არასკევია, ხო, ხვალ შაბათია, ხვალაც მეორე ცხოვა და კვირას დილას ვიქნები. მოკლედ ეს კვირაც მინდა რომ ჩავყო. ისე მივსდევ ამ კვირებს, ისე მივსდევ ამ დღეებს, გეგონება რაღაცა უნდა გამთავისუფლდე რა, ანუ ისეთი ის მაქვს, ხვდებით, აი წვალობ. მაგრამ ხო ვიცი, რომ ბევრი ადამიანებისთვის ეს არის ჩვეულებრივი რუტინა. ანუ იცით რაშია საქმე? ალბათ ხელფასი რომ მეტი იყოს, მოტივაციაც მეტი იქნებოდა და იმ დაღლასაც ვერ იგრძნობდი, იმიტომ რომ გამოტივირებს რაღაცნაირად, კარგ ხასიათზე გაყენებს, ხო, როცა გრძნობ, რომ რაღაცა გამოდის და ჰაერზე არ გადის შენი ცხოვრება. მოკლედ არ ვიცი რა. ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი და ხო წარმომიდგენია რამდენი ადამიანია ჩემსავით ესეთ სიტუაციაში. გუშინ იყო თუ გუშინ წინ აღარ მახსოვს, მეგობრებო, ვიღაცა მომხმარებელმა ესეთი რაღაცა ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას და ესეთი რაღაცა უთხრა. დავიღალე, კი არა, მეზარებაო, მუშაობაო და წავალ სახლშია, მაინც ისეთ რას ვაკეთებოდ, არაფერს არ ვაკეთებო. მეგობრებო, არ ვიცი. თან შემებრალა იმ კუთხით, რომ მისი ცხოვრება ალბათ ძალიან მოსაწყენია მაგ კუთხით, მაგრამ სადაც ყოველდღე შედის თითქმის ყოველდღე კარპურში და რაღაცეებს შეიძენს თან იაფიანს არა, ისეც აი სიახლეები რომ მაგალითად 80 ლარიანი სუფრები რო გაიაფდება და 40 ლარიანი რო გახდება და ისე ძალიან მარტივად რო შეიძენს, ვითომაც არაფერი მე კიდე 40 ლარიანი სუფრა კი არა. სანამ 5 ლარზე არ ჩამოვა რაღაცა, ისიც კიდე ვფიქრობ ღირს თუ არა, ანუ მჭირდება თუ არა და რაღაც ესეთი. ხო წარმოგიდგენიათ და ადამიანები არიან, რომლებიც ესე ანიავებენ ფულს და მოკლედ ძალიან აი დღეს ერთს დავწერე კომენტარში, ხო ის ისტორია რომ მოვყევი ჩემი ბავშვობიდან რა ბაღში რაც მოხდა რა. მოკლედ აი მაშინ იმ დღიდან მე მახსოვს ძალიან კარგად, აი
როგორი უსამართლობის გრძნობა დამეუფლა მაშინ და წარმოიდგინეთ ეს უსამართლობის გრძნობა თითქოს არ გვტოვებს რა რაღაცა ის არის სენი არ ვიცი მეგობრებო რა ესე იგი თუ გინდა რომ ну უმეტეს წილად რა თუ გინდა რომ მართლა კომფორტულად იცხოვრო და რაღაცა უნდა იყო ვიღაცა მაპატიებდა მამაძაღლი და რაღაცა ცუდებს უნდა აკეთებდე სხვანაირად ხო აი წესიერად პატიოსნად ცხოვრება ხო შეუძლებელია თან მე იცით როგორი პროტესტის გრძნობა მიჩნდება თუ ადამიანი პატიოსნად ცხოვრობს წესიურად ცხოვრობს ღვთისმოშიშია და არ აქვს თუნდაც ელემენტარული რაღაცა ცხოვრებისეული სიკეთეები მაშინ სად არის სამართალი ხო აი რატო უნდა გქონდეს ვთქვათ ახლა ცოტა ისეთი რაღაცა შურიანობი ბასავით გამოდის მაგრამ არ არის ეს მეგობრებო შური ეს არის უბრალოდ რომ ხედავ რეალურად ფაქტებს თქვენ მაინც იცით ეხლა ამ ნიჭზე კიდე ცალკე რომ გააკეთე საიტი, გააკეთე ესექენი, ძალიან იოლია ესე რჩევის მიცემა. მე ახლა განა მაგდენი არ მესმის და ბევრი რამეც გამიკეთებია, უბრალოდ აი ესეა რა, როგორც ხდება რა, როგორც წესია. ხო და არ მინდა ხოლმე ესეთ რაღაცებზე ვიფიქრო, მინდა რომ რაღაცა პოზიტიურად განვეწყო, რაღაცა კარგზე ვიფიქრო, რომ წინ წავწიო საქმე, მაგრამ ჯიუტია, ფაქტები ჯიუტია და სამწუხაროდ ასე ხდება. გაჭირებულ ადამიანს ქვაღლარში დაეწიაო. აი ესეა. ფული ფულთან მიდის, კი. ეს აი როგორი რაღაცა, მეგობრებო, იცით მე ეს მაქვს გამოცდილი სამსახურშიც, აი მაგალითად ხო არის ახლა სავაროზე ვთქვათ რაღაცა ხურდა მაკლდება, ხო ვთქვათ ამომეწურა ლარიანები ან 50 თეთრიანები, იმიტომ რომ ხალხს აღარა აქვს ეს ხურდების უყოლა ხურდავებს ქაღალდის ფულებს. ხდება კიდე. არა მანქანა არა ეს მოკლედ ეს ვერ გავიგე რა მანქანა იყო, მაგრამ ძალიან ხშირად ეს სახანძროები დადიან ხოლმე. მაგრამ სიამოვნებს რომ დავინახავ და გამესმის ეს სიგნალიზაცია ძალიან ცუდად მოქმედებს. მოკლედ რას ვამბობდი, ფული ფულთან მიდის რა, ხო და ეს რომ მომაკლდება ეს ხურდები სამსახურში, ხო? რას ვარ დაკვირვებული, იცით? როგორც კი ვეტყვი რომ მჭირდება რა, ანუ თანამშრომლებს რა მომიტანენ და ჩავყრი, ხო? ეგრევე მოდის ეს ლარიანებიც 50 თეთრიანებიც და აი თითქოს მართლა ეწეპება, რასაც ქვია და აი გამოთქმა პირდაპირ მნიშვნელობით რა, ფული ფულთან მიდის ზუსტად ეგ არის, პირდაპირ მნიშვნელობით. იმიტომ რომ აი რაღაცნაირად იზიდავს. ფული ფულს იზიდავს, ხო? ხო, ალბათ ამიტომ არის, რომ საფულეში უნდა გედოსო, ესეთი კუპიურაო, ისეთი ხურდაო, ესაო, მოკლედ. ხო, მაგრამ რა ვიცი რა, მოკლედ. მე ჩემ მასე მაქვს ეს გამოცდილი და ძალიან კარგად. მაგრამ მე საფულეში როგორ გავაჩერებ ფულს? მე ვერ ჩერდება. არ ჩერდება, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა გვჭირდება მე და სულ რა ვიცი. ელემენტარულზე მაქვს საუბარი, არ იფიქროთ ახლა ჩვენ არც თეატრში დავდივართ, არც სადმე იაფიანი ბიუჯეტური გასეირნება გქონდა იქ ლისის ტბაზე და სენდვიჩები მოვამზადე სახლში და ის წავიღე და წყალი ავავსე ბოთლით და ყავები გავაკეთე სენდვიჩების თერმოსებით და ისე ავედით, თორე იქ ისეთი ფასებია, რომ გაივლი, რა ვიცი, მე როკფელერი უნდა იყო, რომ ყოველდღე თუ ისვენებს ხალხი ესეთ რეჟიმში და ყიდულობს ყოველდღე მინიმუმ 5 ლარი რო ეღირება რაღაცა ვთქვათ, ხო? და იმას პლუს კიდე იქ წყალი გინდა რაღაცა გინდა, მოკლედ დღეში აი ესე გასეირნებაში 10-15 ლარიც რო დაგეხარჯება 10 თო ადამიანზე ფიქრობ, რომ კაი შემოსავალი აქვს ესე იგი ადამიანს. ახლა ამის გარდა კიდე მარტო გასეირნება ხო არ არის, კიდე ქვეყანა ხარჯებია ადამიანის ცხოვრებაში.
ხალხი ესე იგი შოულობს ამ ფულს და საიდან შოულობს მეც გამაგებინეთ ეს სად იშოვება ეს ფულები ესე სადყრია რა ვიცი მეგობრებო რა თან უმეტესწილად ისეთი ხალხი ხარჯავს ესეთ ფულებს რომლებმაც არც იციან რა არის შრომა არც იციან რა არის არაფერი საერთოდ ეხლა ის მახსენდება სიკრეტ რუსულად ქვია ხო იმას ფილმი როა დოკუმენტური სურვილებს რეალიზებაზე რა ხო ეხლა მე ძალიან ისე ამწუწუნდი გაგებით და არ არის კარგი ეგ პირიქით უნდა განვეწყო კარგისკენ მაგრამ ხო ვამბობ აი ეს მაგრამ აბრაზებს და ეს ფაქტები კიდე ჯიუტია მაგრამ ხანდახან არ მინდა რომ მეც დავინახო ეს ყველაფერი რაც არის და თვალი ავარიდო მაგრამ როგორ არიდებ ან გაჭირებულ ადამიანს როგორ არიდებ თვალს არ ვიცი ვინ უნდა იყო მაშინ არ ვიცი ხო და იქ არის ესეთი რა ნათქვამი რომ მოკლედ ადამიანიო რა ნუ უნდა პოზიტიურად რომ გადეწყობიო ხო რომ წარელოდებოდეო რა არ საიდანო თვითონ მოვაო და ხო და ეს თვითონ მოძდით ეს ამ ხალხს ეტყობა და ნუ თუ ესეთი განათლებულები არიან ამ კუთხით და ნუ თუ ესეთი მოწმეები არიან და თავდაჯერებულები რომ ესე გამოსდით ყველაფერი არ ვიცი საცხოვრებელ სტარტი მაინც ხო უნდა აიღო ადამიანმა რომ არ მოკვდე სული არ მოგძურეს ხო რაღაცა ხო უნდა კონდეს ელემენტარული ახლა ვაჭამე ამ ვაჟბატონებს და კიდე რას კნავის ვერ დავიდე ხო მოკლედ ესეთი ამბები ხო კარგით ახლა 12 უკლია 25 ამ საათში ეს ცოტა წინ არის ამ ვიდეოსაც ავტვირთავ და მოკლედ გავემზადები გუშინ ხამე გამოვაცხე პიცა ის ცომი მოვზილე ტომატ პასტა გავაზავე წყალში ორეგანო ჩავყარე ცოტა ის მოკლედ გადავსვი ეს რა ქვია მაღაზიიდან ამოვიტანე რაღაცა მისიაზე ისე რა ვქნა აბა არ არის სხვა ჯერჯერობით რომ მქონდეს ახლა ამათი ვალის გასასტუმრებელი ფული რომ გავუსტუმრო შეიძლება აი ხელფასიდან მე რაღაცა გონივრულად მე თვითონ ხარჯოთ ადა ხოსი ძვირია და მე კიდე ვისარგებლებდი გასაკლებებით რაღაცა და მოკლედ ჩავждდებოდი კალაპოში და მისიებზე აღარ ვიცხოვებდი რა მაგრამ მაგას უნდა ზუსტად ის თანხა რაც მაქვს ახლა ვალი და ეგრე არ გამოდის ჩემებს კი ვუთხარი მაგრამ ვინ დაგეხმარება აქეთ უნდა დახმარება მოკლედ ესეთი ამბები ხო და გავაკეთე ეს კალბასი უბრალოდ კალბასი რაღაცა ის დავჭერი გავშალე მე ეს ქართული ყველი აქვს მარტო ეს დაფასებული ის გავშვენი მოვაყარე ის რა ქვია ჩვენი მემწვანილე როა ესოში ორლარად მაგალითად მისიაზე რა თქმა უნდა ხო სადმაგ ორი ლარი სადმაგ ხო და მომცა ეს მწვანილები და ის რეხანი იყო და რეხანი იმას მოვაყარე და შევდგი რა ღუმელში გამოვაცხე ხო თან ისე მე პრეტენზია სიტყვა მე პრეტენზიულად მითხრა სოსობრო ხო შეხო თქვია რომ პიცა უნდა გამოვაცხო და უკვე საათს რომ ხედე ისეთი დრო იყო მეთქი ხო კარგი თქო და იმიტომ გამოვიდა გვიან გამოცხობა და ხო და ესეთი ამბები ხო სოსო ისე ყოჩაღად სამსახურიდან მოვდივარ დაღლილი ყავას დამახვედრებს ხოლმე რამე სადილს გამიცხელებს მომისადებს ხოლმე რაღაც მოკლედ რაღაც ესე მეხმარება თავისებურად ხო კალორიებს ხო ითვლის და ითვლის მოკლედ გუშინ ვანდას ვთხოვე და 10 ლარი ჩამირიცხა და ვუყიდე ხაჭორზე მოკლედ რაც სჭირდება რა იმისთვის რაღაცა თავის კალორიების ამბავში და ხო ესეთი ამბები კარგით წავედი ახლა მე თბებს გავიშრობ მოწესრიგდები იქნებ რამე პატარა ისიც გაუმზადოს ოსოს თასო გავუტოვო საჭმელი
იმიტომ რომ ხარო წავალ მე 3 საათზე იქ უნდა ვიყო 10-ზე ვამთავრებ და 11:30-ზე ვარ სახლში. ხვალაც მეორე ცვლა ვარ, ასე რომ ცოტა ძილის ამბავში გამიმართლებს, თორემ დღის ამბავში ვერ ვხსნათ ხოლმე მე დღეს. იცით ეს მილიონჯერ მაქვს ნათქვამი. კარგით, აბა ბაკოცეთ და დროებით.